მართლაც ვის თუ არა თქვენ? გეკუთვნით ორი კითხვა. ბევრმა გამომსულმა აღნიშნა, რომ ეს არის ყველაზე ძველი. აკადემიის ისო, მადლობა. ემოციური საღამოა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. მიხარია რომ ამ ინიციატივამ იპოვა თავისი გაგრძელება და ჩამოყალიბდა როგორც ტრადიციული წლის ბოლოს ჩვენი შეხვედრა, ჩვენი საზოგადოების, სადაც ჩვენ უზიარებთ ერთმანეთს ემოციას, იმ მიღწევებს, იმედი მაქვს რომ ეს გაგრძელდება ეს ტრადიცია მომავალშიც და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ჩვენ გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება, გაუზიაროთ ერთმანეთს ეს ემოცია. მე აფხაზეთისთვის, ანუ სხვაგვარად მანდარინები 2022 ისეთივე ამაღელვებელი იყო, როგორც პირველად როდესაც დავიწყეთ და აღსანიშნავი ამ პროექტთან არის ის, რომ უკლებლივ ყველასთვის ძალიან საყვარელია და ძალიან სასურველი რომ აქ მოხდეს, ასე რომ ყველა სულოცავ და ველოდებით ახალ გმირებს, რომლებიც აფხაზეთთან არიან დაკავშირებული. ამ ფოტოპროექტმა, რომელსაც ჟურნალ City-სთან ერთად ვახორციელებთ, რასაც ქვია მე აფხაზეთისთვის, ძალიან ისეთ უკვე პოპულარობით სარგებლობს, მე 3 წელია ვახორციელებთ, იმისთვის, რომ უფრო მეტი мотиваცია შევძინოთ ახალგაზრდებს, რომ უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები იმ საქმეში, რასაც მე აფხაზეთისთვის ქვია და ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ესენი ისედაც ძალიან წარმატებული და ისედაც საკმაოდ ცნობადები არიან, ჩვენ უბრალოდ გვინდოდა, რომ ჩვენი მხრიდან მათთვის რაღაც სიმბოლური საჩუქრით გვეთქვა მადლობა. ჩემთვის მანდარინები გადაიქცა რაღაცა აფხაზეთის და სევდის სიმბოლოდ. და დღემდე ალბათ გულით ყველანი დავატარებთ მანდარინებს. აი დღეს ეს ისეთი სიმბოლური გამოხატულებაა, ეს ჯილდო ჩემთვის არის ყველაზე დიდი ჯილდო, რაც კი შეიძლება მიიღო ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს სიმბოლურად ასოცირდება აი იმ სევდასთან, რასაც მე ვამბობ, აფხაზეთი რომ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია. დიდი მადლობა ამ ადამიანებს, რომ აი ესეთ იმპულსს ვაძლევთ ყველანი ერთმანეთს და ეს ერთ-ერთი გამოხატულებაა და ძალიან ძვირფასი ჯილდოა.